ფლირტი მხოლოდ ლამაზი სიტყვები არ არის. სინამდვილეში ფლირტი ადამიანის ემოციებთან, ცნობის მოყარაობასთან და წარმოსახვისთან მუშაობა. მამაკაცის გონებაში ყველაზე დიდ ყვალს ქალი ტოვებს, რომელიც მასში მუდმივ ემოციურ მოძრაობას იწვევს. მათ შორის ინტერესს, დაძაბულობას, სიმსუბუქესა და მოლოდინს. ბევრი ქალი ცდილობს ყურადღება ზედმეტი მიწერ-მოწერით, მუდმივი ხელმისაწვდომობით ან პირდაპირი აღფრთოვანებით მოიპოვოს. მაგრამ ფსიქოლოგიურად ადამიანს უფრო მეტად იზიდავს ის, რასაც ბოლომდე ვერ კითხულობს. სწორედ ამიტომ ფლირტის მთავარი იარაღი იდუმალება და ემოციური კონტრასტია. დოგინდა მამაკაცის თავში შეხვიდე. პირველი ტექნიკა არის არაპროგნოზირებადი ენერგია. მაგალითად, ერთ დღეს იყავი თბილი, მეორე დღეს კი ცოტათი დაკავებული და მშვიდი. არა თამაშის გამო, არამედ იმიტომ, რომ შენი ცხოვრება მხოლოდ მის გარშემო არ ტრიალებს. მამაკაცები ძლიერად რეაგირებენ იმ ქალზე, რომელსაც საკუთარი სამყარო აქვს. დაუტოვა ყოველთვის წარმოსახვის ადგილი. ნუ მოუყვები ყველაფერს ერთ დღეში. კითხა როგორი დღე გქონდა. ნაცვლად მშრალი პასუხი საუთხარი. დღეს ისეთი რაღაც მოხდა. მთელი დღე მეღიმებოდა. და ცოტა პაუზა და ინტრიგა დატოვე. დამირწმუნე მისი ტვინი ავტომატურად დაიწყებს ფიქრს შენზე. ყოველთვის გამოიყენე თვალით კონტაქტი და მომნუსხველი ხმა. ნელი საუბარი და ნაზი მზერა უფრო ძლიერ გავლენას ახდენს, ვიდრე აშკარა ყურადღების მოთხოვნა. როდესაც მამაკაცი გელაპარაკება, ზოგჯერ 2 წამით დიდხანს შეხედე თვალებში და შემდეგ გაიღიმე. ეს პატარა დეტალი უფრო დიდ ეფექტს ახდენს, ვიდრე 10 კომპლიმენტი. აგრძნობინე თავი განსაკუთრებულად, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არასდროს იყოს შენში. შეგიძლია უთხრა, შენთან საუბარი რატომღაც ყოველთვის განსხვავებული გამოდის. ეს ფრაზა ინტერესს აშკარად აჩენს, რადგან პირდაპირ მომწონხარ არ არის ნათქვამი. თუმცა ემოციურ კვალს მაინც ტოვებ. და ყველაზე მნიშვნელოვანი, ქალი, რომელიც საკუთარ თავში დარწმუნებულია, ყველაზე რთულად დასავიწყებელია. მამაკაცი ყოველთვის იმ ქალზე ფიქრობს, რომელმაც მასში ემოცია გააღვიძა და არა იმაზე, ვინც მხოლოდ ყურადღებას თხოვდა. თუ ეს ვიდეო მოგეწონა, აუცილებლად გამოიწერე ჩემი YouTube არხი და
შემომიერთდი ინსტაგრამზე, სადაც კიდევ უფრო ღრმა თემებზე ვსაუბრობთ, მათ შორის ფლირტზე, ქალურ ენერგიაზე და იმ ფსიქოლოგიურ დეტალებზე, რომლებიც ქალს დაუვიწყარს ხდის.